მეზიზღებიან ყველა. აი მეზიზღებიან. ვის არის სააკაშვილის გუნდში. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ნიკა გილაური დადებითი ადამიანია და შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მგონი პატიოსანი ადამიანია და იმედია, რომ გააკეთებს ალბათ. ნამდვილად დადებითი პიროვნებაა და მივეცალმებით. დასურველია, რომ ხალხისთვის ერთ პრემიერ-მინისტრი მაინც იყოს მოწოდებული, იმისთვის, რომ ცოტა ერი წინ წავიდეს და რაღაცა აი მომავალი მიეცეს შვილებს. მოსახლეობის პათოსს ექსპერტთა ნაწილი იზიარებს, ნაწილი კი ახალ პრემიერს ასაკს უწუნებს. რაც შეეხება გილაურის პოლიტიკას, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში მთავრობის ცვლილება უნდა მოხდეს. პირველ უფისებს, პროფესიონალურ უფისებს პრემიერ-მინისტრის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს გამოჩნდა იგივე გეგამ გალუბიშვილის შემთხვევაში, ყველა წინა შემთხვევაში, ანუ ჩვენ სანამ არ შევაკეთებთ თვითონ სისტემის მექანიზმს, მანამდე ეს კარუსელი რამდენიც არ უნდა იტრიალოს, სამით ქვეყანაში სიტუაცია ვერ გამოსულდება. გილაური მე მგონი არის ერთ-ერთი როგორც კადრი, ერთ-ერთი საუკეთესო კადრი, იმიტომ რომ ფაქტია, რომელიც პრაქტიკულად თითქმის დაუჯერებელი იყო, რამე ეშველება როგორც კაბინეტის წევრი ნამუშევარია და თან განკუთვნებული ერთი მუშაობა შეუძლია. ასე რომ მე სიმართლედ ვთქვათ, როგორც კადრს გილაურს ძალიან დაიწყება ასე თან ნორმალურ ქვეყანას ახალგაზრდა პრემიერი არ ყავს. იმდენად რამდენადაც პრემიერი უნდა იყოს როგორც კარგი ეკონომისტი, ასევე პოლიტიკოსი და დიპლომატი. შესაბამისად როგორც ერთი, ასე მეორე, ასე მესამე მოაქვს გამოცდილებას და ის მიერ წლების განმავლობაში პრაქტიკულად განხორციელებულ საქმიანობას. ენერგეტიკაში გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე თქვათ პოლიტიკაში ან ვიდრე საგარეო საკითხებში, ამიტომ თუ ნაბუკოს პროექტს და მას დაუკავშირებს საქართველოს მომავალში, შეუძლებელია მისი პრემიერობა შედარებით ესეთი პროგრესული იყოს, თუმცა ნაბუკო საქართველოსთვის და მისი პოლიტიკისთვის და მისი ეკონომიკისთვის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია და დღეს არსებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი ჩემის აზრით გაცილებით უფრო რთულია. მოქალაქეებმა პრემიერ გილაურს საკუთარი სურვილებით გაუმხილეს. ისინი ამბობენ, რომ ახალმა პრემიერმა პირველ რიგში ეკონომიკური მდგომარეობა უნდა მოაგვაროს და აქტიურად ჩაერთოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. გაჭირვება ეს ყველაფერი. ზოგიერთ სისხლით არ არის რომ მოხვიდე და ყველაფერი გვინდა რომ სასიკეთოდ იყოს, ყველაფერი გააკეთოს ხალხისთვის. გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროს. თავარი ეგ არის. აი ტოლვილებს მიხედოს. აი ჩვენ ხელფასები არა გვაქვს დაციები, ჩვენ მაგალ მოსავლი ახალგაზრდობის სასახლეში მისვლა ხელფასი მიიღა. ოპტიმალურად განაწილდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და მაქსიმალური ხარდაჭერა მიეცეს რეალურ სექტორს, ანუ წარმოებას, საბანკო სექტორს. დედაქალაქის მაცხოვრებლები იმედს იტოვებენ, რომ ახალი პრემიერი მათ სურვილებს რეალობად აქცევს. პირველი რომელმაც ქვეყნის მესამე პირის თანამდებობა დაიკავა შევარდნაძის ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო მინისტრად დანიშნული ჟვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებისთანავე 2004 წლის 17 ფევრალს პრემიერ-მინისტრი გახდა. ზურაბ ჟვანიამ ეს თანამდებობა მხოლოდ 1 წლით შეინარჩუნა. პრემიერი ოფიციალური ინფორმაციით ნაკირავი ბინაში მეგობართან ერთად გაზის გაჟონით დაიბუდა. ამ ძიმე წუთებში ქვეყნისთვის და ჩვენთვის, ჩემთვის. მე მინდა ყველას მოუწოდო. მოგიწოდოთ სიმტკიცისკენ, მოგიწოდოთ გამძლეობისკენ. პირველი პრემიერის დაღუპვის შემდეგ ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა პრემიერის პოსტი ჟვანიას თანაგუნდელმა და ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დაიკავა. ნოღაიდელი მთავრობის მეთაურად 2005 წლის თებერვალში დაინიშნა და ეს პოსტი მან ყველაზე დიდი ხნით შეინარჩუნა. სხვადასხვა მიმართულებით ფიქრი და ფიქრობ თავმოყრა იმ პრინციპებზე, რომელიც მოგახსენეთ, შევარჩიეთ ამ ეტაპის სწორი განვითარება.
თითქმის 2 წლიანი პრემიერობის შემდეგ პრეზიდენტმა მთავრობაში ახალი სისხლის საჭიროების მოტივით ნოღაიდელი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ჩაანაცვლა. რიგით მესამე პრემიერი ლადო გურგენიძე პრეზიდენტმა 2008 წლის ხუთიანობის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წარადგინა და მის წინამორბედს მადლობა გადაუხადა. მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობა იყო წარმატებული და მე მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი რაღაც საქართველოს მთავრობას, რომელიც შეიძლება ბოლომდე მის აქტივში და ეს ყველა მეტად დაუღნიშნეთ. მეორე მხრივ ჩვენ გვჭირდება დაწყებული რეფორმების ბევრად პროაქტიურად გაგრძელება, ბევრად მნიშვნელოვანი და საკავშირო მუშაობა. ის უზენაესობა ხალხის მესიჯი იღებული და გაგებული. ეს მესიჯი მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, როგორც დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე. გურგენიძეს ერთწლიანი პრემიერობის შემდეგ პოსტის დატოვება მოუწია. პრემიერის პოსტის და საქართველოს ბანკის დირექტორობის გარეშე დარჩენილს პრეზიდენტმა მუშაობის გაგრძელება კანცელარიაში სპეციალურად შექმნილ საფინანსო საინიციატივო ჯგუფში შესთავაზა. გადახალისებულ მინისტრთა კაბინეტის მეთაურობისთვის სააკაშვილმა თურქეთიდან საქართველოს ელჩი გამოიწვია. გრიგოლ მგალობლიშვილი ამ პოსტზე პრეზიდენტმა 2 ნოემბერს წარადგინა. მისი პირველი ინიციატივა საშემოსავლო და საბაჟო გადასახადების შემცირება იყო. მთელ ქართულ საზოგადოებას გაიზრდება დანაზოგები. ეს არის ყველაზე კარგი წინაპირობა ჩემი აზრით იმისთვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. თურქეთიდან სპეციალურად პრემიერის პოსტისთვის გამოწვეული დიპლომატის კარიერა სააკაშვილის მთავრობაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. წინა საახალწლოდ მგალობლიშვილი ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხა. მისი აუწყობა პრეზიდენტთან დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაემთხვა. ოფიციალური ინფორმაციით კი მას მიუნხენის კლინიკაში სამკურნალოდ გამგზავრება მოუხდა. კულუარული ინფორმაციით პრემიერი პრეზიდენტთან დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ამ ინფორმაციას ხელისუფლება უარყოფდა. თავად მგალობლიშვილი საქართველოში ახალი წლის შემდეგ დაბრუნდა და სააკაშვილთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია თვითონაც უარყო. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მგალობლიშვილი საქართველოში და თანამდებობაზე მხოლოდ დროებით პრეზიდენტის თხოვნით დაბრუნდა, რათა სახელმწიფო სკანდალი არ გახმაურებულიყო და ის ცოტა ხანში თანამდებობას ჯანმრთელობის გაუარესების მომიზეზებით დატოვებდა. ეს პროგნოზები გუშინ ახდა. ეს ქვეყანა სჭირდება მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეძლებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. სწორედ ასე ვაპირებდი მე მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი და ამასე ვთხოვდი ჩემი კაბინეტის წევრებს. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ამის საშუალება არ მომეწია. გადადგომის შესახებ მგალობლიშვილის განცხადების შემდეგ მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტსა და მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის მეთაურობის პოსტზე ყოფილი ვიცე-პრემიერის და ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის კანდიდატურა დაასახელა. ჩვენ არა გვაქვს უფლება, არ გვიაღამებთ მოშვების, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოში გადარჩეს სამუშაო ადგილები, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს, არ ჩაიძიროს იმ სოფლიო ხარისხალში, რომელიც ჩვენს გარშემო გვიგვარებს. ის მთავრობის გუნდი, რომელიც ახლა არის ჩამოყალიბებული, მე ამ გუნდზე უკვე კარგახანია, ძალიან კარგად ვისწავლ და ერთად მუშაობთ. რამდენი ხანია შესაძლოა არანაირი დამატებითი ცვლილებები არ იქნება. მინისტრთა კაბინეტის, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი პირველივე სესიაზე განეხილავს. ჯერჯერობით უცნობია მისი დამტკიცების შემთხვევაში, თუ რამდენ ხანს დარჩება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკა გილაური. ძეგლების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით, სამოჩაბლოში 500-მდე ძეგლი აქედან ნაწილს ეროვნული